რა ვიცით ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიის შესახებ? ნაწარმოები იწყება არაბეთით, სადაც მეფობს როსტევანი. ერთ-ერთი მთავარი გმირი აფთანდილი და თინათინიც არაბეთიდან არიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თანადროულად ყველაზე ძლიერი აიუბიანთა სასულთნო იყო, რომელიც ეგვიპტის, ლევანტის და არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიებს მოიცავდა, არსებობდნენ სხვა არაბული დინასტიებიც. ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რომელი ტერიტორიის მმართველ დინასტიასთან ავლებდა რუსთაველი პარალელს, რადგან არაბეთი როგორც მაშინ, ასევე დღეს ფართო ტერმინია და მისი ლოკალიზება მოიცავს რუკაზე აღნიშნულ ქვეყნებს. ნაწარმოებში კიდევ ერთი მოქმედების ადგილია ინდოეთი, საიდანაც არის მთავარი გმირი ტარიელი და მისი სატრფო ნესტანდარეჯანი. ინდოეთი აღწერილია როგორც ფედერაციული ტიპის სახელმწიფო, მას მართავს ფარსადანი და მას ექვემდებარება 7 სხვადასხვა სამეფო. მე-12 საუკუნეში ინდოეთი მართლაც ბევრ ტერიტორიულ ერხეულად იყო დაყოფილი. აქედან ყველაზე ძლიერი იყო გურითთა იმპერია, რომელიც ძირითადად თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავდა. სავარაუდოდ სწორედ ამ სახელმწიფოსთან ავლებდა შოთა პარალელს. ნაწარმოებში აღწერილია ხატაეთის ომი, როდესაც აფთანდილი როგორც ინდოეთის სარდალი იბრძვის ხატაელთა წინააღმდეგ. აქ საუბარი უნდა იყოს ყარა-კიტაის სამეფოზე, რომელიც ძირითადად დღევანდელი ჩინეთის დასავლეთს და ცენტრალური აზიის ნაწილს მოიცავდა. ხვარაზმი, იგივე ხვარეზმის იმპერია, რომელიც ნაწარმოებში აღწერილია როგორც ძლიერი სახელმწიფო, რომელთანაც ინდოეთის ხელმწიფეს მოკავშირეობა სურს, მაგრამ ხვარაზმ-შაჰის ძის მკვლელობით ტარიელი მის გეგმებს მთლიანად რევს. ეს სახელმწიფო რუსთაველისთვის ყველაზე კარგად უნდა ყოფილიყო ნაცნობი, რადგან მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13 საუკუნის დასაწყისში იგი საქართველოს თითქმის უშუალოდ გაუმეზობდა. ხვარეზმის იმპერია მოიცავდა დღევანდელ უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, ავღანეთსა და ირანს. რაც შეეხება ისეთ ტოპონიმებს, როგორებიცაა მულღაზანზარი, გულანშარო და ქაჯეთი, აქ მკვლევართა მოსაზრებები იყოფა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მულღაზანზარი უნდა ყოფილიყო აფრიკაში, დღევანდელი ტანზანიის ტერიტორიაზე, ზანზიბარის სანაპიროსთან ახლოს. ხოლო გულანშაროს და ქაჯეთის სავარაუდო მდებარეობად მადაგასკარს მიიჩნევენ. ეს მოსაზრება კარგად ჯდება მთლიან გეოგრაფიულ კონტექსტში, რადგან აფრიკის ეს ნაწილი და ინდოეთი ერთიან სავაჭრო აუზს წარმოადგენდა. სხვანი კითვლიან, რომ რუსთაველმა გულანშარო ტრაპიზონის პროტოტიპად გამოიყენა, რომელიც იმ ეპოქაში საზღვაო ვაჭრობის მდიდარ ცენტრს წარმოადგენდა. დღეს ის თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ზოგი თვის, რომ გულანშაროს პროტოტიპი შესაძლოა ვენეცია იყოს. მართალია ის ნაწარმოების ძირითად ლოკაციებს გაცილებით შორდება, მაგრამ მისი აღწერილობა ძალიან გავს ვენეციას, რომელიც ბევრ სავაჭრო კოლონიას ფლობდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. დღეს ვენეცია იტალიის ნაწილია. გეოგრაფიულად ამ ვერსიის ლოგიკური გაგრძელებაა ის მოსაზრება, რომ მულღაზანზარი შესაძლოა მაღრიბში, ანუ ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე ყოფილიყო, სადაც ასევე განვითარებული იყო საზღვაო ვაჭრობა და ნაოსნობა. ამ ვერსიის გაგრძელებაა, რომ ქაჯეთის ციხე შესაძლოა გიბრალტარში არსებული ციხე ყოფილიყო, რომელიც აკონტროლებს ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის ოკეანეში გასასვლელს. გიბრალტარი დღეს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაშია. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი.